არსებობს თუ არა სხვა სამართლებრივი მექანიზმები მიხეილ სააკაშვილის დასაკითხად. იურისტი კახიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის უარი საქართველოში დასაკითხად ჩამოსვლაზე სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. თუმცა მისი აზრით პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტზე საქმეს არ აღძრავს. კახიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ფაქტს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და თავს პოლიტიკურ დევნილად წარმოაჩენს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს პასუხისგებლობას მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის ხმის შესახებ. მაგრამ ეს მუხლი მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. აქედან გამომდინარე, ვინაიდან საქმე გვაქვს ყოფილ პრეზიდენტთან, მე არ ვფიქრობ და არ მგონია, რომ საქართველოს პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას მიშა სააკაშვილის წინააღმდეგ ამ მუხლით. თუ პროკურატურას კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში აქვს უკვე საკმარისი მტკიცებულება, რომ მოწმის დაკითხვის გარეშეც მიშა სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს, ეს მხოლოდ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მყარია არგუმენტებში პროკურატურა ამ შემთხვევაში და მოიმოქმედებს თუ არა ამას. სხვა მექანიზმები მიშა სააკაშვილის დაკითხვის არ არსებობს.